მე ხო, საერთოდ მგონია, რომ ხშირად მიხსენებია ბიძინას ტრიუკები და დაუძველდა ბევრი ტრიუკი, მაგრამ მაინც ხო ხედავთ ახერხებს ხოლმე, რომ რაღაცა აგვალაპარაკოს, გაგვაკვირვოს თავისი გადაწყვეტილებებით და თუ ირაკლი პირველი, ირაკლი მეორე შეიძლება ირაკლი ზარქუასაც მოუწიოს პრემიერ-მინისტრობამ, თუ ქართული ოცნება გაუხანგრძლივდა კიდევ ხელისუფლებაში ყოფნა. აი ერთი წამით ცოტა გვერდიდანაც ხო შეიძლება რომ შევხედოთ. აი მაგალითად სომხეთის პრეზიდენტის თვალით რომ შევხედოთ საქართველოში არსებულ სიტუაციას. ადამიანი ცდილობს რომ პუტინს გამოეცალოს ხელიდან და როგორმე აიღოს გეზი და მისთვის საქართველო არის რაღაცნაირად თითქოს გზამკვლევი ქვეყანა უნდა იყოს, ხო? მე ვთვლი რომ სომხეთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობელი და პარტნიორია და მინდა რომ ჩვენ რაღაცნაირად ერთობლივად ვიაროთ ბევრ გზაზე აი ამ რეგიონის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ კაცი ჩამოვიდა, პრეზიდენტი საერთოდ დაუმალეს და პრეზიდენტსაც დაუმალეს, როგორც თქვეს, რომ ასეთი ვიზიტი მზადდებოდა. ილაპარაკა პრემიერ-მინისტრთან, რაღაცებზე ალბათ გაცვალეს მნიშვნელოვანი მოსაზრებები და ეს პრემიერ-მინისტრი გაქრა უცებ თვალთახედვიდან და ის კაცი ალბათ ფიქრობს, რომ რა უცნაურ ქვეყანაში აღმოჩნდი რა იყო ეს. აქ გადარეული და ხელისუფლებაზე გაგიჟებული პუტინი არ მეყოფოდა, რომ ეხლა რაღაცა საქართველოში არ ყოფილიყო ესეთი ამბები. ამას აი გარე სამყაროს რო შევხედოთ, ჩვენ რაღაცნაირად ჩავიხარშეთ ეს 12 წელი ამ უბედურებაში და შეიძლება ხან გვეცინება, ხან ვცდილობთ რომ გავიცინოთ ამ ყველაფერზე, მაგრამ არც ისე სასაცილოდ არის საქმე. ხა ხატონად თქვა ბატონ მაგიამ და მეც გავაგრძელებ ხა ამ ასე ვთქვათ მეტაფორას, რომ ავეჯი გადავაადგილეთ. ერთხელ გადაადგილებამ შეიძლება რაღაცა სიახლის ეფექტი გააჩინოს და რაღაცა ოთახის განლაგება მოგცეს ამის შესაძლებლობა, რომ შეუცვალო რაღაცა ასე ვთქვათ ადგილი, მაგრამ აი კიდევ ერთხელ რომ უცვლი უკვე იმდენად ხელოვნური გამოდის, იმიტომ რომ ხედავ რომ აღარ უხდება. აგერ აი რაღაცა ფანჯარა დაგიფარა, იქეთ კარები აღარ იღება კარგად. რაღაცა ვეღარ ქნი ამ სიახლეს, ხო? ივანიშვილის შემოსვლასაც ეფექტი აღარ ქონდა, უკვე მესამეც. ხო, ეხლა მართლა აღარ არის ეფექტური. ერთხელ გავიკეთ ორჯერ. ხო, ეს უკვე გადამეტებული მას კი ქონდა წარმოდგენა და ალბათ დღესაც აქვს რომ ეს არის ჭარბი ინდობა ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ მე ვფიქრობ ეს არის სრულიად ჰიპერბოლიზებული წარმოდგენა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ქართულ სახელმწიფოებრიობას. ინსტიტუციონალიზებულ და სისტემურ პოლიტიკურ მიდგომაზე აღარაფერს ვამბობ. მათ პირდაპირ ჩვენს თვალწინაგერ გააუქმეს კონსტიტუცია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის ასე ვთქვათ გაშვება დაბრუნებასთან, ახალი მთავრობის წარდგენასთან დაკავშირებით და დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება და რომ მას საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვს ბიძინა ივანიშვილს რა გეგმები აქვს. და თურმე ბიძინა ივანიშვილმა უკვე ძალიან დიდი ნანუკა ქაჯაიასგან გაიგეს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ პრემიერი ბახიძე ნამდვილად შეიძლება ეს ითქვას. ხო, საერთოდ ალბათ ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და უმაღლეს თანამდებობის პირებს წარმოადგენენ და ისინი ასე ვთქვათ კონსტიტუციურად თითქოს განკარგავენ ქვეყნის ბედს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ის, რომ კონსტიტუციური თანამდებობები და საერთოდ კონსტიტუცია არ არსებობს და არის ერთი ადამიანი, რომელიც ხან მოუნდება კულუარებიდან მართავს, მოუნდება გამოჩენა და თითქოს გამოჩნდება, მაგრამ მაინც არ გამოჩნდება. ჩვენ რატომ მარჩიელობთ? გამოსულიყო ის კაცი და ეთქვა, რომ ჩაწერა პარტიის წესდებაში, რომ ის არჩევს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს, ეთქვა, რომ კორუმპირებული ღარიბაშვილი ერთხელ რომ შემოაბრუნა და დაგვინიშნა პრემიერ-მინისტრად. ეხა რატომ გაუშვა? და ეს კორუმპირებული როგორც დროშა ისე დაასვა თავზე საკუთარ პარტიას. ანუ ამით რა უთხრა პარტიას, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კორუმპირებული ცხოვრება, როგორც აქამდე ცხოვრობთ. უბრალოდ ჩარტერული რეისებით აღარ მოგცემთ სარგებლობის უფლებას, რომ ქვეყნის გარეთ იფრინოთ ასეთი გაურკვეველი ამბიციებით, ხო?
ერთი რამე არის, რომ ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ შემოთავაზებულმა მოდელმა, რაც ბიძინა ივანიშვილმა შემოგთავაზა, იმ ტყუილებმა, რომელიც ამ კაცმა ამდენი წლის განმავლობაში უთხრა საქართველოს, იმ ტყუილმა დაპირებებმა, რომლითაც ის მოვიდა, მაგრამ მე ეს დაპირებები აღარაფერი აღარ შეასრულა, გარდა ერთისა, რომ ალბათ გავაკვირვებ ჩემი დემოკრატიით ევროპას და გააკვირვა უდავოდ და მეორე ის, რომ საქართველოდან გაუშვებდა ძალიან ბევრ ადამიანს და ხელს შეუწყობდა ამაში. კი ბატონო, ეს ნამდვილად გააკეთა ამან და ბოლო რაც ახსნა გერმანიაში რომ გვიშვებდა დიახ, ბილეთის აღებასაც გვერდებოდა. ეს სისტემა, რომელიც დალპა, ეს მოდელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა საზოგადოებას, აუცილებლად უნდა გამოიცვალოს.